სიყვარული მშვიდობა რწმენა იყო ქადაგების ერთ-ერთი მთავარი თემა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ქადაგების დროს წირვის დასრულების შემდეგ ილიამ მეორემ სანთლის ანთების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ სანთლის ანთება მაცხოვრის შობის დღესასწაულზე სიმბოლურად უფლისათვის კარის გაღებას ნიშნავს პატრიარქმა დევნილებსაც მიმართა და აღნიშნა რომ იმედი არასოდეს და უნდა დაკარგონ რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება ილიამ მეორემ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსაც მიმართა რომ გააორმაგონ ყურადღება სამშობლოს დასახმარებლად კათოლიკოს პატრიარქმა დღეს დეკანოზი ავთანდილ გრძელიძე დამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა მღვდელი გიორგი ანტიმოვიკი დეკანოზის ხარისხში აიყვანა და მას ოქროს ჯვარი გადასცა სპეციალურად მიუმართე აფხაზეთში ცხოვრებთა მართლმადიდებელ ქრისტიანებს და იქიდან პოლვილებს რომელნიც საქართველოში დაფანტული არიან არ შეგეშინდეთ არ დახარგოთ იმედი ღვთისმადლი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით გამთლიანდება საქართველო და ბედნიერი იქნებიან აფხაზებიც და ქართველებიც და ყველანი შანს რომ ბოროტსულსა შეშურდა ჩვენი ეკლესიის აღზავება ეკლესიის ასეთი გაძლიერება მოგილოცავთ ყველას და შევთხოვ უფალს რომ ყოველმა ადამიანმა ადიდოს ღმერთი რათა სუფევდეს ხეხალასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება მეტად სამწუხაროა რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ერის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით ემატება ეს არის ციტატა პატრიარქის საშობაო ეპისტოლიდან რომლითაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ მრევლს კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები ეპისტოლეში ხაზგასმულია რომ მეფის რუსეთის იმპერიაში შემუშავებული ეგრეთ წოდებული მეცნიერული კონცეფცია მეგრულ ლაზურ ქართულ სვანური ენებისა და კულტურების დამოუკიდებლად არსებობისა და დაყოფის შესახებ კვლავ მოქმედებს ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ ჩვენი ერთობა ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები პატრიარქი მიიჩნევს რომ საჭიროა საზოგადოების ძალისხმევა რათა შეიქმნას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ვებგვერდები რომელიც სათანადო პასუხს გასცემს ქართველი ერის დაშლის მოსურნეებს საშობაო ეპისტოლეში ხაზგასმულია რომ ამ ბრძოლაში დახმარების გაწევა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეუძლიათ შეგახსენებთ რომ 21 დეკემბერს წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ცხუმ აფხაზეთის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დადგენის შესახებ პატრიარქის განმარტებით ეს არის ისტორიული რეალობის საჯაროდ კიდევ ერთხელ გაცხადება და თქმა იმისა რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი ხოლო აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობა საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილები რასაც მოწმობს წერილობითი წყაროები და აქ აღმართული უძველესი ტაძრები მეტად სამწუხაროა რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ერის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით ემატება როგორც ცნობილია მე-19 საუკუნის ბოლოს მეფის რუსეთის იმპერიაში შემუშავდა მეცნიერული კონცეფცია დაყავიდა იბატონეს პრინციპის გათვალისწინებით საქართველოში მეგრულ ლაზურ ქართულ სვანური ენებისა და კულტურების დამოუკიდებლად არსებობის შესახებ ეს პროცესი მეტნაკლებად ფარულად დღეს კვლავ მიმდინარეობს და რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ ჩვენი ერთობა ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები ოღონდ როგორც დიდი ილია ამბობს არ არის არა ხმლისა არამედ წიგნებისა და კალმის ომი პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროა მთელი საზოგადოების ძალისხმევა რათა შეიქმნას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ვებგვერდები რომელიც სათანადო პასუხს გასცემს როგორც ტერიტორიული მთლიანობის ისე ქართველი ერის დაშლის მოსურნედ ამ საქმეში დიდი სამსახური შეიძლება გაწიონ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულეებმა მათ ვებგვერდები იმენაზე უნდა გააკეთონ რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ამით ისინი სამშობლოს ინტერესებს შესაძლებლობისამებრ დაიცავენ
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ცხუმ აფხაზეთის ეპარქიის მმართველ-მღვდელმთავრად დადგინების შესახებ. ეს არის ისტორიული რეალობის საჯაროდ კიდევ ერთხელ განცხადება და თქმა იმისა, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილები, რასაც მოწმობენ წერილობითი წყაროები და აქ აღმართული უძველესი ტაძრები. იგივე ითქმის ცხინვალის რეგიონის შესახებაც.